ქალაქ პალერმოში, დონ ბოსკოს თეატრში ერთმანეთს ერთ ოჯახად ქცეული ქართველები და იტალიელები შეხვდნენ. მადლიერების საღამო, რომელიც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით დაიგეგმა, იმ იტალიელ ოჯახებს მიეძღვნათ, რომლებმაც აფხაზეთის შეერაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს უმასპინძლეს. ეს რამდენიმე ასეული იტალიელი ოჯახის და რამდენიმე ასეული აფხაზეთელის ისტორიაა. პალერმო სწორედ ის ქალაქია, რომელმაც 1994-2007 წლებში აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებსა და მოზარდებს გული და კარები ფართოდ გაუღო. ომის ტრამვებით და მძიმე მოგონებებით დატვირთულ პატარებს სიცილიაში სითბო, ზრუნვა და ცხოვრების ახალი დასაწყისი დახვდათ. ჰუმანიტარული პროგრამა ფორმალური დახმარება არ ყოფილა. ის ურთიერთობად გადაიქცა. მეგობრობად, რომელიც წლებმა ვერ გაანელა. ამ ღონისძიების მთავარი შემოქმედი და ინიციატორი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეა. ადამიანი, რომლისთვისაც აღნიშნული პროექტი მშრალი სტატისტიკა არასდროს ყოფილა. წლების წინ ის თავად იყო ერთ-ერთი იმ ბავშვთაგანი, ვინც სიცილიურმა ოჯახმა საკუთარ შვილად მიიღო. Giorgi, ciao! Ciao Giorgi! Mamma, ciao, ti amo! განვიხილეთ საქართველოს და იტალიის თანამშრომლობას სხვადასხვა ჰუმანიტარული მიმართულებით პროექტების განხორციელების შესახებ, ასევე იყო საუბარი როგორც განათლების მიმართულებით, ასევე კულტურული ღონისძიებების კუთხით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ კიდევ მეტი ღონისძიებების პროექტების განხორციელება იტალიურ მხარესთან ერთად. ეს იყო ერთგვარი მადლობა იმ იტალიელი ოჯახებისადმი, რომლებმაც უმასპინძლეს ქართულ დევნილ ბავშვებს 90-იანი წლების განმავლობაში. ამ ვიზიტის ფარგლებში საუბარი იყო ამ პროგრამის აღდგენის შესახებ, რომელიც იმედია რომ მალე განხორციელდება. Ci sembrava di trovarci in una realtà completamente diversa. განსხვავებულ რეალობაში აღმოჩნდით. ჩვენ არ დაგვივიწყებია თქვენი ხელები, რომლებიც მაშინ ჩაგვჭედეთ. ამბობს აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის ერთ-ერთი მონაწილე. ვიდეო სპეციალურად ამ საღამოსთვის შეიქმნა და ასახავს პროექტის შინაარსსა და მის ღირებულებას. დარბაზში შეკრებილ იტალიელ დედობილებს და მამობილებს ეკრანიდან მათი გაზრდილი თაობა მიესალმა. ვიდეო კადრებიდან იტალიელებს ის ბავშვები უყურებდნენ, რომლებიც წლების წინ მათ ქუჩებში დარბოდნენ. დღეს კი საკუთარ სამშობლოში შემდგარი და წარმატებული ადამიანები არიან. ფილმში ნაჩვენები იყო თუ რა როლი ითამაშეს იტალიელმა ოჯახებმა მათი შვილობილების განვითარებაში, განათლებასა და კარიერულ ზრდაში. ამდენი ემოცია, ამდენი ცრემლი, ამდენი ურთიერთობა, ამის გახსენება, ეს არის რა ვიცი, ეს ჩვენი ისტორიაა. ეს ისტორია არ უნდა დაიკარგოს, უნდა გაგრძელდეს. ძალიან კარგია, რომ მინისტრთა საბჭომ ეს გააკეთა. თავში ჩაუდგა ამ ყველაფერს. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო პროექტის აღდგენა, შეიქმნა უკვე სამუშაო ჯგუფები ქართული და იტალიური მხარეების ჩართულობით და უახლოეს მომავალში დავიწყებთ ამ პროექტზე მუშაობას. აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა აფხაზეთმა ქორეოგრაფ ბაჩანა ჭანდურიას ხელმძღვანელობით იტალიელ მაყურებელსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ახალი პროგრამა შესთავაზა. სცენაზე წარმოდგენილი იყო გამორჩეული ქართულ-აფხაზური სასიმღერო და ქორეოგრაფიული ნომრები. იტალიელი მაყურებლის თვალებში აღტაცება და ცრემლი ერთმანეთს ცვლიდა. მათ სცენაზე დაინახეს ხალხი, რომელმაც ტკივილი შემოქმედება დაქცია. სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის აფხაზეთის წარმოდგენა, რომელმაც დიდებული გამოხმაურება ჰპოვა
მასპინძელ მხარეში მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო თვითონ მათგანს პროფესიონალიზმისთვის და ის ემოციაც, რომელიც დარბაზში სუფევდა მეტყველებს ყველაფერზე. ეს ნამდვილად დამაგურგუნებელი იყო და შედეგიანი პროდუქტიული შეხვედრების სათანადო გაგრძელებას წარმოადგენდა. მადლობა მინდა გადაუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამაში იყო ჩართული და შეგვაძლებინა გაგვეკეთებინა ის, რომ ჩვენი წილი ჩვენის მხრივ მადლობა გადაგვეხადა ჩვენი შემოქმედებით. აფხაზეთის ანსამბლის შემოქმედებით, იმ პროგრამით, იმ სიახლეებით, რითიც დღეს ეს ანსამბლი თავის სიტყვას იძახის ქართულ ქორეოგრაფიაში თუ სასიმღერო ლექსიკაში. პალერმოში გამართულ საღამოს ერთი განსაკუთრებული მომენტიც გამოარჩევდა. წამყვანი, რომლის ხმაც სცენაზე არაერთხელ გაწყდა ემოციისგან. Mio padre era il sindaco di una della città dell'Abkhazia, Gagra, che nel 1992 თამუნა ჯინჭარაძის ხმამ და გზამ აფხაზეთის ომიდან სიცილიის სანაპირომდე დარბაზის მხუხარე აპლოდისმენტები და ცრემლები არაერთხელ დაიმსახურა. საღამომ ძალიან წარმატებით ჩაიარა. ძალიან ემოციური საღამო გამოგვივიდა. ყველა კომპლიმენტებით აგვავსო, ძალიან ბევრი ვატირეთ. ვისი გადაცემაც გვინდოდა, ის გადავეცით ყველა სიცილიელს. ძალიან მოხარული ვარ და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი აფხაზეთის მთავრობას, რომ აი ამის შესაძლებლობა მოგცა ჩვენ. ეს საღამო არ ყოფილა მხოლოდ კონცერტი. ეს იყო დასტური იმისა, რომ სიკეთე არასოდეს იკარგება. ისტორია, რომელიც ბავშვობის შიშებით დაიწყო და სახელმწიფოებრივი ღირსებით და უსაზღვრო მადლიერებით გრძელდება. ღონისძიების კულმინაცია სცენაზე აყვანილი ათობით იტალიელი მშობელი იყო და მათი შეხვედრა თავიანთ აღზრდილებთან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ ყველა მათგანს ქართველი ხალხის სახელით მადლიერების სიგელები გადასცა. ეს დღე ყველასთვის ემოციებით დატვირთული იყო. ჩემს თვალწინ მოგონებები გაცოცხლდა. შევხვდი ადამიანებს, რომლებიც დიდი ხანია არ მინახავს. ეს შეხვედრა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა, როგორც იტალიელებისთვის, ასევე ქართველებისთვის. განსაკუთრებით ემოციური იყო ჩემი დის გახსენება, მისი ღვაწლის წარმოჩენა და დაფასება. ის ამ ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტი იყო. 6 წლის წინ გარდაიცვალა. ქართველი ხალხი ყოველთვის მადლიერი იყო ჩვენდამი, თუმცა რეალურად ჩვენც ძალიან მადლიერები უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მათ ასეთი დიდი ნდობა გამოგვიცხადეს. მადლობა მათ იმ გამბედაობისთვის, რომელიც იმ რთულ დროს გამოავლინეს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მსგავს კეთილ საქმეებში ჩავერთოთ. მადლიერების საღამოზე ყველაზე ხშირად ერთი სურვილი ისმოდა, რომ ეს ისტორია აქ არ დასრულდეს, გაგრძელდეს, გაფართოვდეს და სხვა ბავშვებსაც მისცეს იგივე შანსი, იგრძნონ სოლიდარობა, მიიღონ დახმარება და დაიჯერონ, რომ რთული დასაწყისი არასდროს განსაზღვრავს მომავალს.